არტ გალერეაში მხატვრისა და ხელოვანის თინა ბუკიას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ნამსხვრევები გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის 30-მდე ნამუშევარი, რომლებიც კოლაჟური კომპოზიციების სახით არის შექმნილი. ნამუშევრებში გამოყენებულია შუშა, მეტალი და სხვადასხვა მასალა, რაც თითოეულ კომპოზიციას განსაკუთრებულ გამომსახველობას და ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ავტორის ბავშვობის მოგონებებს ასახავს. ნამსხვრევები მეხსიერების დროისა და პირადი გამოცდილების მხატვრული ინტერპრეტაცია, სადაც თითოეული დეტალი მოგონებების მრავალფეროვან სამყაროზე გვიამბობს. ბავშვობის მოგონებები, რაღაცა დალეგილი ემოციები, ისინი კოლაჟში უფრო გამოვსახებ მოკლედ. და ადრე სხვა ტექნიკებშიც მუშაობდი, ბატიკა, შერეული ტექნიკა, აკვარელში, მაგრამ აი ამან თან როგორ ვთქვა, ჩემია უფრო. ამ ეტაპზე ამაში ვმუშაობ. იმიტომ რომ მოგონებებს, აი რითიც ეს კეთდება, ხო, აი ვაგროვებ სხვადასხვა მასალებს, ეს მასალა კარგად გამოხატავს შენ ემოციას, რაღაცნაირ ჩანაფიქრს. თითოეულ კოლაჟს აქვს უკავშირდება რაღაც მოვლენა მისი ცხოვრებიდან, ან საზოგადოების ცხოვრებიდან და ეს არის გადმოცემული თითქოს სივრცისა და დროის დეფორმაციას აღწევს აი ამ ნამსხვრევებით. თითოეულ კოლაჟთან მიახლოებისას რაღაც იდუმალ გარემოში ვხვდებით და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. ძალიან ოსტატურად არის გაკეთებული, ვინაიდან ავტორი აქვს დიდი გამოცდილება.